მოგესალმებით. კონსერვატიული პლატფორმა Georgia First-ი თავაზობთ გადაცემას Millennials. მე კი ნუკრი შოშიაშვილი გახლავართ. დღეს ძალიან საინტერესო გადაცემა გვაქვს, იმიტომ რომ ვეხებით ახალგაზრდულ პოლიტიკას. მართალია მე ვარ ცოტა კონსერვატიული და ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ ზოგადად ახალგაზრდულ პოლიტიკას, მაგრამ სოფლიო ისტორიაში ახალგაზრდობამ საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, იგივე საქართველოშიც. გავიხსენოთ იგივე დედაენისთვის ბრძოლა, გავიხსენოთ იგივე დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, ახალგაზრდობა იყო ერთ-ერთი წამყვანი. თუმცა სოფლიო ისტორიაში არის ასევე ჩემი აზრით ცუდი ახალგაზრდული მოძრაობები, იქნებოდა ეს საფრანგეთის მოძრაობა 68 წელს, იქნებოდა ეს ამერიკაში ეს ჰიპების მოძრაობა და ასე შემდეგ, რომელმაც ჩემი აზრით საბოლოოდ მოიტანა ეს კულტურული პოლიტიკები, იდენტობის პოლიტიკა, ის პოლიტიკა, რასაც დღეს ახლა ჩვენ ყველა კონსერვატორი ვებრძვით. სწორედ ამ თემაზე სასაუბროთ მოვიწვიეთ ახალგაზრდა ფსიქოლოგი მარიამ მაისურაძე, რომელიც გახდა ერთიანი ნეიტრალური პარტიის წევრი, ახალგაზრდობის ხელმძღვანელი. შესაბამისად, სწორედ თუ არა მასთან უნდა ვისაუბროთ ახალგაზრდობაზე. მე ცოტა კონსერვატორი ვარ, მარიამ, და ამიტომ ცოტა ესე მგონია, რომ შევადერო რაღაც პროცენტულად არ უარყოფ ახალგაზრდების დადებით როლს ზოგადად აი ამ პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ უფრო მეტად მგონია, რომ ეს არის უფრო ბნელი ძალა. ბნელი ძალა იმ გაგებით, რომ სხვა ისეთ გლობალისტურ პროექტების გამტარებელი არის სხვადასხვა ეროვნულ სახელმწიფოებში და სახელმწიფო ჩამოშლა რასაც ქვია, ხო? და დაქვემდებარება დასავლეთისადმი სწორედ ახალგაზრდები უწყობენ ხშირად ხელს. აი ორ შეკითხვას დაგიცვავ. რატომ აირჩია ახალგაზრდობა და მეორე რატომ აირჩია ერთიანი ნეიტრალური მოძრაობა, პარტია? რა არის აი მეორე შეკითხვაზე მე გადავვალ უფრო კონკრეტულად, რა არის მაინც ამ არჩევანის მიზეზი? დავიწყოთ მოდი პირველით. მოგესალმებით, მადლობას გიხდით პირველ რიგში მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობას გიხდით ასევე საინტერესო შეკითხვებისთვის. მიყვარს ხოლმე, როდესაც იტესტება, ასე რომ ვთქვათ, შეხედულებები, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მგონია, რომ მაინც აღაზრამდე ზუსტად ასე მივდივართ, რომ მაგალითად კონსერვატორი და შეიძლება ნეიტრალი ამ შემთხვევაში ერთად დასხდებიან და ადეკვატურად გამართავენ დისკუსიას გლობალურ საკითხებთან დაკავშირებით და გინდაც ყოველდღიურ საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ახალგაზრდების როლს პოლიტიკაში, საბოლოო ჯამში ახალგაზრდების როლი, როგორც ახსენეთ, ნეგატიური არისო. ნეგატიური არის გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე. ანუ ახალგაზრდების როლი შეიძლება იყოს ნეიტრალური, შეიძლება იყოს პოზიტიური და შეიძლება იყოს ნეგატიური, იმის მიხედვით, როგორ მუშაობთ ახალგაზრდებზე და როგორ ზრდით მას როგორც მომავალ მოქალაქეებს, ასე რომ ვთქვათ, ჩვენი დღევანდელი სიტუაცია მოიტანა იმან ზუსტად, რომ ჩვენ დღევანდელ მოქალაქეებს და ხვალინდელ მოქალაქეებს არ ვზრდიდით იმ პრინციპებიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყნისთვის იქნებოდა საბოლოო ჯამში პოზიტიური, ჩვენ მათ არ ვუნერგავდით, ასე რომ ვთქვათ, პატრიოტულ ღირებულებებს და არ ვასწავლიდით, რომ უნდა იყვნენ საკუთარ ქვეყანაზე ცენტრირებულები, არამედ ვასწავლიდით იმას, რომ გარკვეული ძალები ქვეყნის ფარგლებს გარეთ წარმოადგენენ კეთილ ძალებს და იმათგან მოდის სიმართლე და იმათგან მოდის ცოდნაც, განათლებაც და აბსოლუტურად ყველაფერი შესაბამისად, როდესაც 10 წლეულები ახალგაზრდებს ზრდი ამ პრინციპების საფუძველზე მე უკვე ვიღებთ იმ ნეგატიურ შედეგებს, რომელ ნეგატიურ შედეგებთანაც დღეს გვაქვს შეხება. საბოლოო ჯამში ზუსტად ის ფაქტი, რომ თუ რაღაცა გაგვეპარება ამ შემთხვევაში ახალგაზრდებთან მიმართებაში ძალიან სერიოზულ დამანგრეველ ძალებთან შეიძლება მე ასოცირდებოდეს სამოვალო და შედეგებთან, ასევე ძალიან პოზიტიურ შედეგებთან შეიძლება ასოცირდებოდეს ახალგაზრდების ჩართულობა, თუ კი სწორად მოხდება მათი დამოძღვრა, ასე რომ ვთქვათ, და დამოძღვრაში ცუდი არაფერი არ არის, ჩვენ ყველა ისევე როგორც მაგალითად მშობელი საკუთარ შვილს გარკვეულ ღირებულებებს გადასცემს, ასევე სახელმწიფო უნდა იზრუნოს საკუთარი მომავალი მოქალაქისთვის, რომელმაც ბოლოს საკუთარ ხელში უნდა აიღოს ამ ქვეყნის და სტრუქტურების მართვა, მასთან ისეთი მიდგომები, როგორი მიდგომებიც არის აუცილებელი იმისთვის, რომ მივიღოთ პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, განათლებული, წარმატებული და თავის ქვეყანაზე ორიენტირებული მმართველი გუნდი შემდგომში. რა არის? არსებობს გავლენები. ეს გავლენები შეიძლება ვიღაცა ამბობს, რომ სკოლა არის. ჩემ ცხოვრებაში მაგალითად მაინც სკოლა არ იყო ესეთი გავლენის მომდანი. უნდა ვაღიარო. ხშირი შემთხვევაში ხა მით უმეტეს გაჯეტიზაცია დაწყებულია, ყველგან არის ინტერნეტი. რამდენად შეგიძლია გაუწიო კონკურენცია Netflix, რამდენად შეგიძლია კონკურენცია გაუწიო Hollywood, რამდენად შეგიძლია კონკურენცია გაუწიო იმას, რაც ქმნის პრესტიჟს.
ახალგაზრდა უყურებს და უნდა მაგალითად აი ვიღაცა ისეთი მსახიობის ნაერი იყოს, რომელიც რაღაც სხვა კულტურულ ღირებულებები გააჩნია. ეხლა დავარქვათ მაგას ლიბერალიზმი, მაგრამ სექსიამდვილში იდენტარიზმის პოლიტიკა არის რა, სადაც რაღაცა ჩვეულებრივ ნორმათაა მიღებული სექსუალური რაღაცა იდენტობის პოლიტიკები და სხვადასხვა ესეთი მომენტები. ამის გარდა ვისაც არის მნიშვნელოვანი მომენტი, რომ TikTok-ი არსებობს და არსებობს ისეთი რამ, რაც ყოველდღიურად ჩვენთან არის. სკოლა მაინც ისეთი არის, ოფიციალურია. და რაც არ უნდა მასწავლებელი რაღაცა გელაპარაკოს, ალბათ ხშირ შემთხვევაში, აი ჩემ დროს ესე იყო MTV უფრო გავლენიანი იყო, ვიდრე რაღაცა ეს აკადემიური სფერო. ხშირ შემთხვევაში. კი ბატონო, შევეხები აუცილებლად იმ საკითხს, რომ ზოგადად გარკვეული ტრენდები, კიდეც განათლების მიმართულებით, სკოლა ახსენეთ, სკოლა უნივერსიტეტი არის საკმაოდ ძლიერი იარაღი, ასე რომ ვთქვათ, ბავშვის აღზრდის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ფაქტობრივად ბავშვი უდიდეს კოგნიტურ ინტერაქციულ შრომას, ასე რომ ვთქვათ, სწორედ სკოლებში და უნივერსიტეტებში ხარჯავს და ნაკლებად ხარჯავს უკვე მშობელთან მიმართებაში, ხო, თუნდაც რაც ნახა იმისი მიტანა, განხილვა და ასე შემდეგ ხდება ისევ თანატოლებთან და ისევ ძირითად შემთხვევაში სკოლებში. ამიტომაც ვთვლი, რომ ნეიტრალური პოლიტიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მაქსიმალურად დიდ შესაძლებლობას გაძლევს, რომ შენ ხელში აიღო, ასე რომ ვთქვათ, მართვის სადავეები და შენ განსაზღვრო რა არის შენთვის ღირებული და რა უნდა ისწავლებოდეს მაგალითად და როგორ უნდა მიდიოდეს ეს განათლება შენს ახალგაზრდამდე, იმიტომ რომ აი როგორც ვნახეთ მაგალითად საბჭოთა კავშირის პერიოდში დოქტრინირება გარკვეული ღირებულებების და ასე შემდეგ სწორედ საგანმანათლებლო მიმართულებებით მიმდინარეობდა და საბოლოო ჯამში მივიღეთ თაობა, რომელიც აბსოლუტურად კატეგორიულ უარს ამბობს ნებისმიერი ნეგატიური თვალსაზრისით განიხილოს ის მმართველობის სპეციფიკა, რომელშიც ისინი გაიზარდნენ და დღემდე მიაჩნიათ, რომ ეს იყო საუკეთესო მმართველობის ტიპი და ასეთიც უნდა იყოს სამომავლოდ ყველაფერი. რაც შეეხება ახლა ევროპის მიმართულებას, მე მაგალითად როდესაც სკოლაში ვიყავი, ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა გაკვეთილების სახით, განსაკუთრებით ისტორიაში იყო აქტუალური, გვასწავლიდა იმას, რომ აი არსებობენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლის შრომის კულტურა იმდენად მაღალია, რომ ეჭვის შეტანა ფაქტობრივად არ შეიძლება, ეს ეხება საერთაშორისო სამედიცინო მიმართულებებს, კვლევით მიმართულებებს და ასე შემდეგ. შემდგომში გავიგეთ, რომ თურმე იქაც ძალიან სერიოზულად იტყუებიან და ისეთი ცდები აქვთ ჩატარებული ფაქტობრივად ადამიანებზე, რომელიც კატასტროფულ შედეგებამდე მიდიოდა და მიყავდა მილიონობით ადამიანი. გვასწავლიდნენ იმას, რომ ნატო არის საუკეთესო გაერთიანება და ერთადერთი საშუალება იმისთვის, რომ უსაფრთხოება დავიცვათ მაგალითად საკუთარ ქვეყანაში, რომ ევროკავშირი არის დემოკრატიის ერთადერთი შუქურა, ასე რომ ვთქვა და იმისთვის, რომ სახელმწიფოში დემოკრატიული ღირებულებები იყოს, აუცილებელი არის, რომ ევროკავშირში იყო მაშინ, როდესაც შენ არავინ არ გიშლის, დემოკრატიული ღირებულებები გაატარა შენ სახელმწიფოში, როდესაც ძლიერი სახელმწიფო ხარ, შენი ღირებულება თუ არის ეს. რა კულტივაცია მიმდინარეობდა? კულტივაცია მიმდინარეობდა. შემდგომში შემოდიოდა აი მაგალითად ილია ჭავჭავაძის სპეციფიკას, როდესაც ვსწავლობდით, ხო, ანუ ერთ-ერთი უდიდესი საგანძური იყო ილია ჭავჭავაძე ქართველი მოსახლეობისთვის, მისი ნაშრომი, ნამუშევრები და ასე შემდეგ. ფაქტობრივად გაიდლაინი იყო იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც მაგალითად პროტესტი შეიძლება ქონდეს საკუთარი მმართველობის მიმართ და ასე შემდეგ და იქაც ძირითადი ხაზი მიდიოდა იმ მიმართულებით, რომ აი ილია ჭავჭავაძეს უნდა და საქართველოს ყოფილიყო ევროპული, ხო? და აქედან გამომდინარე, როდესაც ეს დოქტრინირება ხდება, შენ შემდგომში უკვე როდესაც მედიას ათვალიერებ, კინოებს უყურებ და ასე შემდეგ, ამ დოქტრინირების საფუძველზე უყურებ იმ ფილმებს. აი მაგალითისთვის რო ავიღოთ, ხო? ადრე სანამ ძალიან აქტიურად ჩავიხედებოდი ისეთ მოძრაობებში, როგორიც არის მაგალითად ფემინისტური მოძრაობები, ფილმებს როდესაც ვუყურებდი, საერთოდ ვერ ვხედავდი ფემინისტური თემატიკის კონოტაციას ამ ფილმებში. მაგრამ შემდგომში, როდესაც ეს თემა ჩემთვის გახდა ახლო, შინაარსი გინდა თუ არა, ლოგიკურად იმაზრამდე მიგიყვანდა, რომ აი ეს რაღაცა ფემინისტური დეტალი არის მაგალითად. აი ნახე ძლიერი არის ქალი თუ არ არის მაგალითად ძლიერი ქალი კაცთან შედარებით და ასე შემდეგ და გინდა არ გინდა, როდესაც ეს თეორიები შენ თავში შემოდის, იმ მედიასაც და იმ ფილმებსაც უკვე ამ შუქურიდან უყურებ და არა უბრალოდ წმინდა შუქურიდან, როგორც ობიექტურ მოცემულობას ან სუბიექტურ მოცემულობას. როგორ გონი არსებობს რაღაცა ნეიტრალური ხელოვნება? ხელოვნება ხომ მაინც პოლიტიკა მაინც იცი რატომ ეკითხები? მე მაგალითად დავამთავრე 2003 წელს, ჯერ კიდევ შევარდნაძე იყო და მაშინ მოხდა რევოლუცია. და ეხლა რო ვიხსენებ ძირითადად რა კულტურული ფენომენები იყო მაშინ, ის ფილმები, ჰოლივუდის ფილმები. აი იგივე მელ გიბსონის მამაცი გული იქნებოდა თუ სხვები, რაც პატრიოტული თემატიკა იყო ძალიან ძლიერი. კი ბატონო.
მე ამ კულტურულ კონტექსტში, იდენტარიზმის კულტურულ კონტექსტში, ყოველ შემთხვევაში სკოლის ასაკი და სტუდენტობა არ გამიტარებია. კი ბატონო. ამ ცოტა უცხოა ჩემთვის. და იმ კონტექსტში რაღაც ეს ტრადიციული ღირებულებები მაინც ანუ საყოველთაოდ ის იყო მომენტი იყო და მე მეგონა რომ ეს რაღაცა შეუძლებელი იყო საქართველოში შეცვლილი იყო. ეხლა 2003-დან 2009-მდე თუ 10-მდე ისე გავიდა ეს გზა. საბოლოოდ ჩვენ მივიღეთ ის რომ პირველი ჩვენი მაისი 2012 წელს მოხდა, ხო? 2013-ში აღარ მახსოვს, მაგრამ ეს იმდენად წარმოუდგენელი ნახტომი იყო ისე მცირე დროში. ძალიან მცირე დრო არის, ხო? ეხლა ეთანხმები 9-10 წელი ძალიან მცირე დრო არის იმისთვის რომ ეგეთი ნახტომი იყოს, კულტურული ჩაჭრა იყოს, ხო? კი ბატონო. აღარა ვარ დარწმუნებული იმაში, რომ არსებობს რაღაცა ისეთი ღირებულებები, რომლის შემოტრიალებაც არ შეიძლება. და ცოტა ამიტომ მეშენია ამ მიმართულებით და თან ხედავ რომ პირველი მსხვერპლი ამის ყოველთვის არის ახალგაზრდობა. კი ბატონო. ბუნებრივი ახალგაზრდებს აქვს თავიანთი სპეციფიკა, ისინი არიან ფაქტობრივად ახალი ფურცლები და ახალგაზრდები არის ყველაზე კარგი საშუალება გავლენის მოსახდენად თუ კი ამისი სურვილი არსებობს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჯანსაღი ურთიერთობა ახალგაზრდებთან. პირველ რიგში მე თუ მკითხავთ ახალგაზრდებს რაღაც დოქტრინირებას კი არ უნდა უკეთებდეთ და კი არ უნდა ვაწვდიდეთ მოცემულობას, რომ მაგალითად ეს არის კარგი, ეს არის ცუდი. მათ უნდა ვასწავლიდეთ მეთოდებს, რომლის მიხედვითაც მათ ანალიტიკას მიეცემა გასაქანი, რომ თავად გამოიტანონ სწორი დასკვნები, როდესაც ინფორმაციას აწვდიან, მათ რა არის სწორი და რა არის არასწორი. აქედან გამომდინარე, რაც შეეხება იდეოლოგიურ თავისებურებებს, ნებისმიერი იდეოლოგიის ჩანაცვლება შეიძლება მეორენაირი იდეოლოგიით, ანუ იდეოლოგიის გაქრობა არ ხდება ხოლმე, მაგრამ ძირითად შემთხვევაში პრაქტიკაში ხდება იდეოლოგიის ჩანაცვლება სხვა იდეოლოგიით. ასევე არსებობს გარკვეული უნივერსალიები, რას უჭერენ ხოლმე ადამიანები. მოდი, აი ამაზე გავამხოთ ყურადღება, რადგან უკვე პოლიტიკაში შეხვედი, რადგან ახალგაზრდულ პოლიტიკაზე ვჟელობ, მოდი განსაზღვროთ. იქნებ მხარეს არის ევროკავშირი, საკუთარი კულტურული პოლიტიკებით, საკუთარი გრანტებით, საკუთარი სასწავლო, ესე იგი, fellowship-ებით, თუ გასწვეთი პროგრამებით და ასე შემდეგ. აი აქ რა უნდა რას თავაზობ? რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შენ კონდეს ალტერნატიული იდეოლოგია და მეორე რა ინსტრუმენტები უნდა კონდეს იმისთვის, რომ ეს ახალგაზრდები დაინტერესო. კი ბატონო, ყველაფერს აქვს თავისი პლუსები და მინუსები, ხო? მაგალითისთვის ძალიან ბევრ ბენეფიტს თავაზობდა ევროპა თავისი კულტურული თვალსაზრისით, გაცვლითი პროგრამების თვალსაზრისით ჩვენ ახალგაზრდებს, ხო და ისინი გადაიხარნენ ფაქტობრივად ევროპისკენ, იქიდან გამომდინარე, რომ საკუთარ ქვეყანაშიც მაგას უმეორებდნენ, რომ ევროპა არის ერთადერთი ნათელი წერტილი ამ სამყაროში და პლუს ამას ამ ბენეფიტებს იღებდნენ, ხო? ხა თქვენ რომ მაგალითად ვინმე დაგისვათ ესეთი კითხვა, რომ რა გირჩევნიათ, აი დღეს მაგალითად წახვიდეთ გაცვლითი პროგრამით ისწავლოთ 4 წელი და მე რაღაცა საშუალო ხელფასი გქონდეთ, თქვათ, ევროპაში და მაგალითად არ შეგეძლოთ საკუთრების ყიდვა 40 წლამდე უნდა მოიცადოთ იმისთვის, რომ ოჯახი ყავდეთ, არავინ არ ყავდეთ დამხმარე, არავინ არ ყავდეთ პასუხისგამცემი ფაქტობრივად, ვინც თქვენივე კულტურული ღირებულების არის, არ კონდეთ მათ ისეთი ღირებულებები, როგორიც თქვენ გაქვთ და დღემდე და ყოველთვის სამუდამოდ რამდენი ხანიც არ უნდა იყოთ იქ უცხოთ იგრძნოთ თავი, თუ გირჩევნიათ ის მაგალითად, რომ თქვენი ქვეყნის შენებაში თავად მიიღოთ მონაწილეობა, თქვენ თვითონ განსაზღვროთ რა მიმართულებები არის თქვენთვის აუცილებელი აქ თქვენ ოჯახთან და თქვენ მეგობრებთან ერთად, თქვენ თვითონ გქონდეთ იმის საშუალება, რომ საკუთარ ქვეყანაში გქონდეთ თქვენი სახლი და თქვენი ოჯახი და ქვეყანა მოგცეთ მაგალითად იმის საშუალება, რომ თქვენი მაქსიმალური კრეატიული პოტენციალი იქნება თუ სამუშაო ღირებულებითი პოტენციალი აქვე გამოავლინოთ, ხომ? ანუ ეს გავს როგორ რაღაცას, იცით? რა გირჩევნიათ დიდ კომპანიაში წახვიდეთ სამუშაოდ, სადაც ყველაფერი სტრუქტურირებულია და მაგალითად კარგი ხელფასი გექნებათ, მაგრამ ფაქტობრივად დაწინაურების პერსპექტივა თქვენთვის ნულოვანი არის და 10 წლეულები უნდა დახარჯოთ ამ კომპანიაში, რომ სადღაც ნორმალურ პოზიციამდე ახვიდეთ, თუ გირჩევნიათ, რომ პატარა კომპანიაში დაიწყოთ მაგალითად მუშაობა, თვითონ დაეხმაროთ ამ კომპანიის მფლობელს აშენებაში ამ კომპანიის და უდიდეს პოზიციაზე იყოთ თავიდანვე და თქვენ აიღოთ მეტი პასუხისმგებლობაც და შემდგომში უკვე მეტი პატივისცემა და ბენეფიტიც, ხო? ეს არის ინდივიდუალურ არჩევანზე ბუნებრივია დამოკიდებული, მაგრამ მთავარი არის რა
პატივს ვცემ ნებისმიერი ახალგაზრდის არჩევანს, მაგრამ არ მიმაჩნია სწორად, როდესაც არჩევანს ვაკეთებინებთ ამ ახალგაზრდას, ერთის მხრივ ვატყუებდეთ იმ ინფორმაციის შესახებ, რომელსაც ვაწვდით და მეორეს მხრივ არ ვაწვდით იმ პოზიტიური მოცემულობების შესახებ ინფორმაციას, რაც მაგალითად საკუთარ ქვეყანაზე ცენტრირებულობას უკავშირდება. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ ყველაზე სწორი ამ შემთხვევაში რაც შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაღაცა საღაზრამდე მივიდეთ, არის ის, რომ მაქსიმალურად ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ ახალგაზრდებს იმის შესახებ, რა ბენეფიტები არსებობს და რა მინუსები არსებობს და თუ მათი გულწრფელი სურვილი იქნება შემდგომში, რომ გინდათ ქვეყანა დატოვონ და ასე შემდეგ, ინდივიდუალურ უფლებებს, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ. მაგრამ სხვა მიზეზებს ხედავენ. მე თუ ვკითხულობ მათ კომენტარებს და ისინი ხედავენ, რომ აი რუსული მთავრობა. აი ამიტომ მივდივართ, ამიტომ ტოვებთ ქვეყანას. აი გრანტები ჩახსნეს, აი რაღაცა გვებრძვიან, აი პროგრესული იდეოლოგიას ებრძვიან რაღაცა რეტროგრადული რუსული ნარატივებით. აი ეს მოცემულობა აქვს მათ, რადგან ეუბნებიან, ხო? და უნივერსიტეტებში ეუბნებიან. საქმე, ნახეთ, რასაც ეუბნებიან. ეს ახალგაზრდები თავიდანვე რო იწურთნებოდნენ არა მაგალითად რაღაცა იდეოლოგიის ფარგლებში, არამედ იმ ფარგლებში, რომ სწორად შეძლონ მიწოდებული ინფორმაციის გადამუშავება, ისინი თავად მიხვდებოდნენ, რომელი უცხო მხარის გავლენა არის ამ შემთხვევაში უფრო მეტი და მათი გადაწყვეტილებები და შეხედულებები არის თუ არა რეალურად მათი ანალიზის საფუძველზე არსებული. თუ ეს არის ვიღაცისგან დასწავლელი, ასე რომ ვთქვათ. ისინი თავად მივიდოდნენ სწორდასკვნამდე ამ შემთხვევაში. მეორე მომენტი არის რა, ნახეთ, თუ კი არ მოგწონს, როგორი მთავრობაც გვყავს. თუ კი არ მოგწონს რა გავლენებიც არის მაგალითად ქვეყანაში. ყველა რო გავიქცეთ საბოლოო ჯამში, ეს ქვეყანა ვის რჩება, ხო? ანუ თუ რაღაცა არ მოგწონს, ერთი ვარიანტი არის რომ გაიქცე და მეორე ვარიანტი არის რომ დარჩე და იბრძოლო რომ იყოს ისე როგორც შენ გინდა საბოლოო ჯამში და მე მგონია რომ მილიონობით ახალგაზრდის წასვლას თუ ასეთი ძლიერები არიან, თუ ასეთი ჭკვიანები არიან, თუ ამდენის უნარი აქვთ, რამდენსაც ამბობენ, მაშინ მათ ისიც უნდა შეეძლონ, რომ დარჩნენ საკუთარ ქვეყანაში, ისწავლონ ის პრინციპები, რომელზეც დგას სახელმწიფო და თავად შექმნან ისეთი მომავალი თავისთვის და თავისი შვილებისთვის, როგორიც მათ წარმოუდგენიათ, რომ უნდა იყოს. ეხლა შემოგაქვს კოლექტიური იდეა, კოლექტივისტური, მოდი ესე თქვა ცოტათი. ესენი ხო ინდივიდუალისტურ კულტურაში გაზრდილი ადამიანები არიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ რაც მათთვის პირადად მათთვის კარგია, ის კარგია, უნდა იყოს ყველასთვის. ან უბრალოდ სულ არ მაინტერესებს ხუთ თავია ჩემი პირადი ბედნიერებისთვის ვიბრძოლო. ეს კულტი არის, ხო, რეალურად. კი ბატონო, მაგრამ საქმე რაში არის, იცით, ადამიანი არის კოლექტიური ცხოველი და სოციალური ცხოველი, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანს ინდივიდუალური ბენეფიტები ბევრად უფრო მეტი აქვს, როდესაც კოლექტივთან და სოციუმთან არის, ვიდრე როდესაც არის მარტო. აქედან გამომდინარე ნებისმიერი ინდივიდუალისტური თეორია და დოქტრინა საბოლოო ჯამში კარგად რო ჩავუღრმავდეთ, მიგვიყვანს იქამდე, რომ კოლექტივი არის ყველაზე კარგი საშუალება ადამიანისთვის თავად იყოს ყველაზე კარგად. აქედან გამომდინარე თუ შევხედავთ ხო აი მაგალითისთვის ისეთ ქვეყნებს, სადაც ადამიანები 18 წლიდან მარტოები გადიან საცხოვრებლად, მათ არ ეხმარებიან საკუთარი მშობლები, მათ არ ეხმარებიან საკუთარი ნათესავები, მათ არ ეხმარებიან საკუთარი ნაცნობები, მეგობრები და ასე შემდეგ და შევხედავთ როგორი ფსიქოლოგიური და ეკონომიკური მდგომარეობა აქვთ მათ და შევადარებთ მაგალითად ისეთ ქვეყნებს, რომლებიც თუნდაც უფრო ღარიბები არიან, მაგრამ არც ერთი ადამიანი, ვთქვათ, ქუჩაში არ რჩება, იმიტომ რომ კოლექტივი მას ეხმარება, მე ვრჩებით ასეთი რეალობის წინაშე. სტაბილური არაფერი არ არის, ყველაფერი იცვლება საბოლოო ჯამში და თუ ჩვენ ვიქნებით ისეთი კულტურის ნაწილი, სადაც ერთი კაცი თავისთვის არის, იქ როდესაც დაიწყება უკვე ეკონომიკური პრობლემები და ეს გარდაუვალია ნებისმიერ ქვეყანას აქვს ხოლმე აღმავლობის და დაღმავლობის პერიოდი, აი მერე იქ ჩვენ ინდივიდს რა გვეშველება, ხო? აქედან გამომდინარე ის ფაქტი, რომ დღეს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა აქვს შედარებით მძიმე ვიდრე ევროპულ ქვეყნებს, სულაც არნიშნავს იმას, რომ ხვალე ეს სხვანაირად არ იქნება. და აი მერე უკვე გაქცეული რო ვარ, მაგალითად სადღაც ევროპაში დაახლა რომ მაგალითად ეკონომიკური კრიზისი ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანას ეწყება თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, იქ რო დავრჩე მერე, აი ღარიბ ქვეყანაში, როგორსაც დღეს საქართველოს ვთვლი, ხო? აი მერე სად მივდივარ? 10 წელი, 20 წელი იქ რო ვარ უკვე, აქ რო ჩემი ფესვები დაკარგული მაქვს, აქ რო ჩემი ახლობები დაკარგული მყავს, იმიტომ რომ მათ იმ ღირებულებას არ ვანიჭებდი, რაც რა ღირებულებებიც რეალურად ქონდა. მანდედან გამომდინარე, მე უკვე მიწევს იმის განსაზღვრა რეალურად ჩემი გადაწყვეტილება თითქოს მე რო კარგად უნდა ყოფილიყავი, იყო თუ არა სწორი გადაწყვეტილება ისევ ჩემი თავისთვის. ამიტომ ვთვლი, რომ ნებისმიერი ინდივიდუალისტური თეორია
თუ ის სწორ არგუმენტებზე არის დაფუძნებული და ობიექტურ არგუმენტებზე არის დაფუძნებული, საბოლოო ჯამში მაინც კოლექტივისტური გამოდის. არ ვიცი, ნანახი თუ გაქვს დოკუმენტური ფილმია, ქართულად თუ გადავთარგმნოთ, შვედური სიყვარულის თეორია ეგრე ერქვა. სადაც არის შვედური საზოგადოება ნაჩვენები, მაგ ინდივიდუალისტური საზოგადოება ნაჩვენები, სადაც პრაქტიკულად გამარტოსულება ხდება, ცოქრული ოჯახის ინსტიტუტი პრაქტიკულად დაშლილი არის და პრინციპში ეს იყო ჩემთვის ალბათ უფრო ჰორორ დოკუმენტალისტიკა, ვიდრე რაღაცა ისეთი უბრალოდ ნეიტრალური დოკუმენტალისტიკა და ეხლა საქართველოს რატომ ვახსენე, გაყრების რაოდენობა უკვე გადააჭარბა ქორწინების რაოდენობას და ჩვენ სამკალათკენ მივდივართ. ესაა ევროპული საზოგადოება, ესაა ულტრა ინდივიდუალისტური საზოგადოება, სადაც შვედეთში ის პრობლემები არ არის, რა ჩვენთან არის სოციალური პრობლემები. იქ საზოგადოება კი არ ზრუნავს, არამედ სახელმწიფო ზრუნავს კონკრეტულ სოციალურ პოლიტიკას. სახელმწიფოს გადააბარეს. და ჩვენ შემთხვევაში, ესე იგი 90-იანები რამდენად გახსოვს, არ ვიცი, მაგრამ იქ მაინც იყო ეგ სოციალური ურთიერთდახმარება. სახელმწიფო არ არსებობდა, მაგრამ სოციალური ურთიერთდახმარება იყო. დღეს უკვე აღარ არის. ძალიან შესუსტებულია სოციალური ურთიერთდახმარებები. ამიტომ ჩემთვის გამოსავალი მაინც ისეა, მაინც კოლექტივიზმისკენ მივდივარ იმ გაგებით, რომ ეს ინდივიდუალისტური კულტურა ცოტა უნდა დაითქმოს. გეთახმებით კი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მე მაგალითად ვამაყობდი ყოველთვის იმით, რომ აი გოგო ვარ მაგალითად, გარეთ რო გავალ გვიან ღამე, მაქვს იმის იმედი, რომ დავიძახო მაგალითად რო ცეცხლი მიკიდია, ვიღაცა გამოიხედავს და შეწუხდება იმით, რომ ნახოს ცოცხალი ხარ თუ მკვდარი ხარ. რა ძალიან ბევრ კულტურაში უკვე მოცემულობა აღარ არის. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ აი ზუსტად ასეთი ნეგატიური გავლენები რო არ ყოს, ახლა ინდივიდუალისტური ღირებულებები ჩვენთან ესე ხო არ გაჩნდა თავისით, ხომ? ეს მოიტანა დასავლეთის გავლენა. საბოლოო ჯამში კარგად გამოსდიოდა დასავლეთს ყოველთვის თვითპიარიდან გამომდინარე, ქვეყანაში არსებული ხარვეზების და პრობლემების გამოყენება იმისთვის, რომ ადამიანისთვის ფაქტობრივად წარმოდგენა დაეკარგვინებინა საკუთარ ქვეყანაზე. ხო, აი ჩვენ შემთხვევაში მოხდა მაგალითად როგორი რაღაცა, რაც ოჯახის შექმნაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენდა საბოლოო ჯამში, რომ ადრე მაგალითად ნადრევად იქმნებოდა 90-იანების პერიოდი და 2000-იანების დასაწყისი, მე მაგალითად ასე მახსოვს, რომ ძალიან ნადრევად იქმნებოდა ხოლმე ოჯახები. მამაკაცებს ჰქონდათ ხოლმე ის რაღაც ქურდული გაგების სპეციფიკა და იყო გარკვეული სამუშაოები, რომელიც მათთვის სირცხვილი იყო რო ქონოდათ. ამავე დროს იყო ვაკანსიების დეფიციტი. მამაკაცებს ოჯახში არ ასწავლიდნენ, რომ მაგალითად ოჯახზე პასუხისმგებლობა უნდა აიღო და უნდა ემუშაო. მათ ასწავლიდნენ, რომ აი შენ ბიჭი ხარ, ხელი არ გაანძრიო, სახლის საქმიანობაშიც გოგოები იყვნენ ჩართული. და სამსახურის თვალსაზრისით სამსახურიც არ ქონდა. გამოდიოდა, რომ კულტურა გქონდა ეგეთი, რომ ქალებზე გადმოდიოდა ძალიან სერიოზული წნეხი, მაშინ როდესაც მამაკაცები მაგალითად ოჯახის მთავარ სარგულისხმობ, რომელიც გადიოდა სამუშაო და შემოქონდა ფული, არამედ მაგალითად ძმები და ახალგაზრდები შედარებით ვისაც სამსახური არ ქონდა, ისხდნენ უბრალოდ და არც იმაზე არ იწუხებდნენ მაგალითად, რომ თუ მე მამაკაცის მოვალეობებს ვერ ვასრულებ ტრადიციულს, როგორც არის მიჩნეული, იქნებ ქალებს მაინც შეუმსუბუქო რაღაცით საქმე, ხო? აქედან გამომდინარე ეს რეალობა, რომ ნახეს ქალებმა, მათთვის ძალიან სახიფათო გახდა, ასე რომ ვთქვათ, ოჯახის შექმნა, იმიტომ რომ მიდიოდნენ ისინი ახალ ოჯახში, უკან გამოსვლა იყო სირცხვილი, მათ უწევდათ შეგუება იმ გარემოსთან, რომელიც იყო, წასასვლელიც არსად არ ქონდა საკუთარი ბინის სახით, სამსახური მათ არ ქონდათ და აქედან გამომდინარე უწევდათ ძალიან ცუდი პირობები სატანა იმისთვის, რომ ოჯახი არ დანგრეულიყო. ამან ბუნებრივია, ხო, როდესაც უკვე დასავლეთში შემოვიდა თავის დოქტრინებით და ღირებულებებით და გვასწავლა ქალებს, რომ იცი რა არის, შენ სამსახურშიც უნდა გახვიდე ასე და ასე. ძალიან კარგი ცვლილებები მოიტანა ამ განხრით ჩემი აზრით, იმიტომ რომ ოჯახები უკვე იმ სპეციფიკით აღარ იქმნება, რომ აი უბრალოდ ოჯახი უნდა შეიქმნას ოჯახის მიზნით და მგონია რომ ბევრად უფრო მყარი საფუძველი შეიძლება ქონდეს ოჯახის შექმნას, ვიდრე მაგალითად ადრე ქონდა, მაგრამ მეორეს მხრივ სტატისტიკაც არ ცდება, ხო? საიდან გამომდინარეობს, რომ ოჯახები იყრებიან და ასე შემდეგ და ეს მოიტანა უკვე რადიკალიზება. რადიკალიზებაში იგულისხმება რა, რომ მარტო შენ თავის კეთილდღეობაზე უნდა იზრუნო, რატომ უნდა წახვიდე კომპრომისებზე, შენ საუკეთესოს იმსახურებ და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი იმსახურებს საუკეთესოს, მაგრამ ვისთვის რა არის ეს საუკეთესო და კომპრომისის გარეშე არც ერთი ტიპის ურთიერთობა არ გამოდის, ხო, მშობელი-შვილის ურთიერთობა არ გამოდის, არამც თუ ცოლ-ქმრული უკვე და ამან ძალიან დააზიანა ქართული ოჯახი და სწორედ ამას გულისხმობ, რომ მსგავსი გავლენები რო არ იქონიოს არც დასავლეთმა, არც რუსეთმა მაგალითად თავისი რაღაცა ხისტი პოლიტიკით, არც აღმოსავლეთმა შემდგომში, იმიტომ რომ ჩინეთი უკვე ძლიერდება, ხო? აუცილებელი არის სახელმწიფომ
შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი იმისთვის, რომ ზუსტად ეს ეთიკური, კულტურული, რელიგიური და სხვა ტიპის ღირებულებები თავადვე განსაზღვროს თავის სახელმწიფოში როგორი უნდა იყოს და არ მისცეს სხვა ძალებს იმის უფლება, რომ მოახდინოს მონოპოლიზაცია საგანმანათლებლო სისტემების და დაეპატრონოს ფაქტობრივად მის მომავალ თაობას. ეს არის ძალიან დამღუპელი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის. რატო არის მაგალითად, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არასდროს არავის არ მისცემს იმის უფლებას, რომ მის სასწავლო დაწესებულებაში იმათი ღირებულებები შემოვიდეს, იმიტომ რომ იცის, რომ მომავალ თაობაზე დგას სახელმწიფო კეთილდღეობა. ეს არის თაობა, რომელსაც დღეს შეიძლება ვიღაცა უყურებდეს ისე, რომ აი ვინ რა ესმით მაგალითად ამათმა რა იციან, ჯერ რაღაც დედის რძე მოიწმინდა პირიდან და მერე გამოთქვი აზრი და მთელი ამბები, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არის ის თაობა, რომელიც დღეს უნდა სწავლობდეს ხვალ როგორ გადაიბაროს სახელმწიფო სათავეები. აქედან გამომდინარე ახალგაზრდების ჩართულობა არის აუცილებელი, უბრალოდ ამ ჩართულობას უნდა კონდეს ისეთი ფორმა, რომელიც მათთვის არ იქნება საზიანო და რომელიც სახელმწიფოსთვის არ იქნება საზიანო და ერთადერთი გამოსავალი საქართველოსნაირი ქვეყნისთვის, რომელსაც ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე სურს რაღაცა კავშირებთან ასოცირება, არის ის, რომ კონდეს მას ნეიტრალური პოლიტიკა, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობები გქონდეს ყველასთან, რომ შენი ეკონომიკური პრობლემები ასე ვთქვათ მოიგვარო, მაგრამ მეორეს მხრივ გაძლევს დამოუკიდებლობას და სრულ თავისუფლებას, რომ შიგნით გქონდეს ისეთი ღირებულებების მანიფესტაცია, ასე რომ ვთქვათ, რომელიც შენივე სახელმწიფოებრიობისთვის და შენივე მოსახლეობისთვის არის საუკეთესო რა საშუალება. არის ეს ღირებულებები შენთვის? ეს ღირებულებები ჩემი აზრით არის ზომიერი კოლექტიური და ზომიერი ინდივიდუალური ღირებულებები, პასუხისმგებლობის მნიშვნელობის სწავლა ახალგაზრდებისთვის უფლებების სწავლასთან ერთად. ანუ მე რაც არ მომწონდა ყველაზე მეტად ინდივიდუალისტურ ნაწილში არის ის, რომ ძალიან ხშირად კეთდებოდა ხოლმე აქცენტი იმაზე, რისი უფლება აქვს ადამიანს, მაგრამ პასუხისმგებლობებზე ნაკლებად ვამახვილებდით ხოლმე ყურადღებას და მანდედან გამომდინარე ძალიან ხშირად მხვდება ხოლმე ეგეთი შეხედულება, რომ მე რა ვალდებული ვარ მაგალითად ჩემი მომავალი გავიფუჭო მაშინ, როდესაც შემეძლია რომ აი წავიდე მაგალითად სადღაც სხვაგან და იქ ვიცხოვრო კარგად. გვაქვს გარკვეული მოვალეობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ეს სახელმწიფო დღემდე მოიყვანეს და რადგან ჩვენ აქ რო გავჩნდით, აქაურ ინფრასტრუქტურას ვიყენებდით, აქაურ ეკონომიკურ დოვლათს ვიყენებდით, აქაურ სკოლაში ვსწავლობდით, ჩვენი მშობლები ამ ქვეყანაში ცხოვრობდნენ და ასე შემდეგ, ვიგრძნოთ ეს პასუხისმგებლობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც შეიძლება სიცოცხლე გაუღიათ იმისთვის, რომ ჩვენ ვყოფილიყავით აქ დღეს. და ეს არის ყველაზე დიდი ტკივილი, რომ ეს პასუხისმგებლობა არის სწავლება, კოლექტივის მნიშვნელობა არის სწავლება და ერთი რადიკალური შეხედულებიდან ყოველთვის გადავდივართ ხოლმე მეორისკენ. აი ადრე მაგალითად ინდივიდის გამოხატვა იქნებოდა, ღირებულებები იქნებოდა, კეთილდღეობა იქნებოდა თუ რა, საერთოდ არ ექცეოდა ამას ყურადღება და ითვლებოდა, რომ ჩვეულებრივი მსხვერპლი ხარ, რომელიც კოლექტიური კეთილდღეობისთვის ან ვიღაცეების აზრისთვის, რომლებიც თვლიან, რომ შენ ესე და ესე უნდა ცხოვრობდე, ადამიანები თავის ბედნიერებას სწირავდნენ, მაგრამ არც მეორე რადიკალური შეხედულება არ არის სწორი, რომ მარტო ერთი ადამიანის გარშემო უნდა ტრიალებდეს მთელი სამყარო და ამ ადამიანს მარტო უფლებები აქვს და მოვალეობები ფაქტობრივად არ აქვს. ამიტომ მგონია, რომ აი როგორც საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, რომ არც რუსეთი გვინდა და არც ევროპა გვინდა და ნეიტრალიტეტი გვინდა, რაც არის შუალედური გამოსავალი, რომელიც გვაძლევს უსაფრთხოების ბევრ ბერკეტს, ბევრად უფრო მეც ვიდრე სხვა საშუალებები, ეკონომიკურ ბევრად უფრო მეტ ბერკეტს ვიდრე მაგალითად რომელიმე კოლექტივთან ასოცირება, ასევე ჩვენი თეორიული განვითარების თვალსაზრისით და ღირებულებითი განვითარების თვალსაზრისით აუცილებელი არის შუალედი დავიკავოთ, სადაც კოლექტივსაც და ინდივიდსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ურთიერთ ფასს სწავლობენ ფაქტობრივად, რა არის ფასი ინდივიდისა კოლექტივისთვის და რა არის კოლექტივის ფასი ინდივიდისთვის და ამავე დროს სწავლობენ ასე რომ ვთქვათ მეთოდებს, როგორ უნდა დაამუშავონ ინფორმაცია ახალგაზრდებმა და არა რაღაცა თეოლოგიებს და თეორიებს და ასე შემდეგ, რომელიც საბოლოო ჯამში არის ძალიან დამანგრეველი ადამიანის ფსიქიკისთვის, იმიტომ რომ რაღაც ჩარჩოში, როდესაც ადამიანის გონება ექცევა და მას არ აქვს ამის საწინააღმდეგო ბერკეტების შესახებ ინფორმაცია და წვდომა, ისინი მერე ამ ღირებულებითი დოქტრინების მსხვერპლი ხდებიან და შემდგომი თაობებისთვის, რომელსაც შეიძლება სხვა ღირებულებები ქონდეს, სრულიად მიუღებლები არიან ხოლმე და ეს პრობლემები რომ მოვიხსნათ, რომელიც უკვე მერამდენე თაობაა მოყვება, აუცილებელი არის რომ ბეწვის ხიძე სწორად გავიაროთ ხოლმე და რადიკალიზებისგან შევიკავოთ თავი, რაც ქართველების ძალიან სერიოზული სენია. მოდი თეორიიდან გადავიდეთ უშუალოდ პრაქტიკაში, რადგან უკვე პოლიტიკაში შემოხვედი, უშუალოდ აი როგორ წარმოგიდგენია პირველი ხანები რა უნდა გააკეთოთ. რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ის რაზეც ახლა ილაპარაკე,
ეს რეალიზდეს. კი ბატონო. პირველ თქვენი რიგში მხრიდან რა თქმა უნდა. პირველ რიგში შევეხები ჩემს გადაწყვეტილებას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პოლიტიკაში ესე ოფიციალურად შესვლისგან ვიკავებდი ასე რომ თქვათ თავს, იმიტომ რომ ვერ ვხედავდი მე ისეთ ღირებულებით გუნდს, რომელსაც ექნებოდა რაღაც საერთო ჩემთან აქედან გამომდინარე გადავწყვიტე ერთიან ნეიტრალურ საქართველოსთან თანამშრომლობა, ასე რომ ვთქვათ, ამ გუნდის წევრობა, რადგან მათ იგივე შეხედულებები აქვს ჩვენ საგარეო და საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რაც მე მაქვს ბუნებრივი ყოველთვის აი გჯერა ნეიტრალიტეტის ანუ ბევრი არის სკეპტიკურად განწყობილი ნეიტრალიტეტისადმი, რომ არ გამოუვა საქართველოს ნეიტრალურ. მაგრამ ანუ შენ თავიდანვე ეს გჯეროდა. ჩვენზეა დამოკიდებული, ანუ ბევრი ასევე სკეპტიკურად იყო განწყობილი, რომ საქართველოს არაფერი არ გამოუვიდო და მაგალითად რუსეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვებაში, მაგრამ მოვიპოვეთ. ბევრი სკეპტიკურად იყო განწყობილი მაგალითად იმის მიმართ, რომ ევროკავშირს ჩვენ მიმართ საჭიროება აქვს და მარტო ჩვენ გვჭირდება თურმე ევროკავშირი, მაგრამ როგორც ხედავთ, უკვე მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიუღებელია მათთვის ქართველი მთავრობის გადაწყვეტილებები და საპარლამენტო გადაწყვეტილებები, მაინც აგრძელებენ ჩვენთან თანამშრომლობას და მათთვის რო გეკითხეთ, ჯერ კიდე შარშან ევროკავშირს ჩვენთვის ყველანაირი კარი უნდა დაეხურათ და ასე შემდეგ, მაგრამ ერთი თემა არის რა გგონია და მეორე თემა არის პრაქტიკულად რა ხორციელდება, ხომ? რატომ ნეიტრალიტეტი? რატო შეუძლია საქართველოს? რატო არის აუცილებელი პირველ რიგში რომ აქეთკენ ვიაროთ? ანუ ერთი თემა არის პრაქტიკაში ხა თუ არ გამოგვივა და ასე შემდეგ, არავინ არ არის დაზღვეული ხო, განსაკუთრებით როდესაც საგარეო პოლიტიკას ეხება საქმე, იმისგან რომ შენ შეიძლება რაღაცა კონკრეტული გეზი გქონდეს, მაგრამ აი მაგალითისთვის რა ვიღოთ, ჩვენ რო დღეს გქონდეს ევროკავშირისკენ გეზი. და რომ დაიშალოს ევროკავშირი ხვალე, ხო? ანუ რა ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს მაგალითად არ უნდა ვფიქრობდეთ ევროკავშირში შესვლაზე? იგივე არის ნეიტრალიტეტის თვალსაზრისით, ხო? ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ნეიტრალიტეტისთვის, იმიტომ რომ ეს არის ჩვენთვის გამოსავალი იმ სიტუაციიდან, რომელშიც ვართ. პირველი რა სიტუაციას გულისხმობ? საქართველოს ევროკავშირისკენ არჩევანი იმიტომ არ გაუკეთებია, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი და საქართველოს იგივე ღირებულებები აქვს, რაც ევროპელებს აქვთ და ასე შემდეგ. ჩვენ ვართ კავკასიელები. ძალიან დიდი შეცდომაა, როდესაც ან აზიელებს მოგაკუთვნებენ ხოლმე და ან ევროპელებს. ჩვენ ვართ კავკასიელები და კავკასიის რეგიონს აქვს ძალიან სპეციფიური თავისებურებები. აქედან გამომდინარე არც ევროპა ვართ და არც აზია ვართ. ძალიან კი უნდათ ხოლმე რომ აი რაღაცნაირად შეგვტანონ ამ ევროპაში, მაგრამ მოცემულობა არის ასეთი, ხო? აი რა აქვს მაგალითად ქართულ საერთო ფრანგთან. არაფერი ისეთი განსაკუთრებული. ყველანი ადამიანები ვართ, რა თქმა უნდა, ორი ხელი, ორი ფეხი გვაქვს, მაგრამ ღირებულებითი თვალსაზრისით, სოციალური მოწყობის თვალსაზრისით, ქალებთან დამოკიდებულებების თვალსაზრისით, ოჯახური დამოკიდებულებების, რელიგიური თვალსაზრისით, არაფერი არ გვაქვს ამ ხალხთან საერთო, ხო? აქედან გამომდინარე პირველ რიგში უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენ ვართ კავკასიელები. ამ საკითხს რო შევეშვათ და გადავიდეთ უკვე რატო ავირჩიეთ ევროპა, ეს იყო წმინდა ეკონომიკური მოცემულობა, რომ საქართველოს ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე სჭირდებოდა მიაჩნდა ქართულ მეთაურებს იმ პერიოდში, რომ სჭირდებოდა რაღაცა ძლიერი კავშირის წევრობა საიმისოდ, რომ იმათი ფულადი რესურსები მოხმარებოდა საქართველოს აღმშენებლობას და ამ ფულადი რესურსების მატარებლად მიიჩნევდნენ ევროკავშირს, რომელსაც ასევე გაფართოების სურვილი ჰქონდა. სწორედ ამიტომ დაუკავშირდა საქართველოს ევროკავშირს, რომ საქართველოს უნდა და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა დასავლური რესურსების გამოყენებით და დასავლეთს უნდა და თავისი გავლენების გაფართოება ჩვენი მიმართულებით და კავკასიის მიმართულებით. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ეკონომიკური დევლეთის მიღება გარკვეულ ვალდებულებებთან არის დაკავშირებული, ჩვენ გვაძლევს ასეთ მოცემულობას, რომ ვიღებთ მაგალითად გრანტებს, მაგრამ ეს რეალურად ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის გაზრდისთვის საკმარისი არ არის, იმიტომ რომ ამ გრანტებს მოყვება დოქტრინები, ძალიან პატარა გაწერილობა აქვს ხარჯების, ჩვენ მაგალითად ძალიან სერიოზულ ძვრებს ვერ ვაკეთებთ ვერც ტექნოლოგიური, ვერც წარმოებითი მიმართულებებით. ფაქტობრივად უფრო მეტად არის ხოლმე ეს გრანტები იმისთვის, რომ რაღაც ცნობიერება ამაღლონ სხვადასხვა უმცირესობებში და სოციალურ რგოლებში, ვიდრე რეალურად ეკონომიკის განვითარებას მოხმარდეს ეს თანხები, ხო და ამის შედეგს ვხედავთ ჩვენ. იმიტომ რომ ყველა გრანტს მოყვება თავის დოქტრინა, არავინ არ იფიქროს, რომ ეს ფული უბრალოდ ვიღაცის ჯიბეში მოდის ხოლმე, გაწერილი არის იქ რაში უნდა გაიხარჯოს მთელი თანხები და ასევე იხარჯება ზუსტად თანხები. ამდენი ხანია ევროკავშირთან გვაქვს კომუნიკაცია და გვინდა ევროკავშირში შეცვლა, ხო, მაგრამ ძირითადი მნიშვნელოვანი ძვრები ჩვენ ეკონომიკას ფაქტობრივად არ ქონია. ჩვენთან ისეთი ცვლილებები არ მომხდარა, როგორც მაგალითად შეერთებულმა შტატებმა ჩინეთში განახორციელა, იაპონიაში განახორციელა. ისიც რატო? იმიტომ რომ იმ პერიოდში მეორე მსოფლიო ომის მერე შეერთებული შტატებისთვის იყო ფაქტობრივად ახალი მოედანი იმისთვის, რომ თავისი წარმოებები გადაეტანა უბრალოდ იქ და უფრო იაფი წარმოებები ქონოდა, თორემ იმიტომ კი არა, რომ ან იაპონიის ბედი აღელვებდა და ან ჩინეთის ბედი აღელვებდა, ხო? იაპონიაში კონკრეტულად ბაზების თვალსაზრისით უნდა და იქ განვითარებული ეკონომიკა იქნებოდა.
თავის ბაზებს ჩადგამდა და ასე შემდეგ და იმათ ექნებოდათ მუდმივი ეს მადლიერების შეგრძნება შეერთებულ შტატების მიმართ მუდმივი პარტნიორი ეყოლებოდა აღმოსავლეთით, ხო? აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა ავიღოთ ამოსავალი წერტილი. თუ ჩვენ ეკონომიკური პრობლემების მოგვარება გვაძლევს იმის საშუალებას შემდგომში, რომ მაგალითად უბრალოდ თუ ჩვენი მიდრეკილება რომელიმე კავშირის წევრობისკენ არის ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებული და ვხედავთ, რომ არ მუშაობს ეს მიდგომა, რომელიც ამდენი წელია უკვე გვაქვს, უნდა შევცვალოთ ეს მიდგომა, ხო? რატომ არის ნეიტრალიტეტი უკეთესი ვიდრე რომელიმე კავშირში ყოფნა? ნებისმიერი კავშირი გთავაზობს თავის შეხედულებებს, ღირებულებებს, პრინციპებს და სტრუქტურას სამუშაო თვალსაზრისით. საგარეო პოლიტიკაში განსაკუთრებით საქართველოს მაგარ ქვეყანაში, რომელშიც ძალიან ბევრი ინტერესი იკვეთება, მოქნილობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკაში. ანუ რომელიმე კავშირში წევრობა ჩვენ ამ მოქნილობას გვიკარგავს, რაც ნიშნავს იმას, რომ ხვალ ჩვენ რომ ვხედავდეთ ძალიან კარგ შესაძლებლობას თუნდაც ჩვენი ეკონომიკური კეთილდღეობისთვის, მაგალითად ჩინეთის მიმართულებით, მაგრამ ევროკავშირი წინააღმდეგი იქნება ამ ჩვენთვის სასიკეთო გადაწყვეტილებისა, ჩვენ თუ მისი წევრი ვიქნებით, იძულებული ვიქნებით უარი ვთქვათ ჩვენ კეთილდღეობაზე ამ შემთხვევაში. ამის მაგალითი იყო ძალიან კარგი უკრაინა-რუსეთის ომის დროს, როდესაც ევროპას უწევდა ამერიკის შეერთებული შტატების ზეგავლენით უარი ეთქვა იაფ ნავთობზე და ეყიდა შეერთებული შტატებისგან, ანუ წარუდგინეს რუსეთს ასე ვთქვათ სანქციები, სამაგიეროდ შეერთებული შტატები არ უერთდებოდა ამ სანქციებს, ყიდულობდა ნავთობს რუსეთიდან და იგივე ნავთობს, რომელშიც ევროპა იხდიდა ბევრად უფრო იაფს, 5-ჯერ მეტ ფასში აწვდიდა ისევ ევროპას. ანუ რისთვის იყო ეს სანქცია სრულიად გაუგებარი, ხო? იმისთვის, რომ მონოპოლისტი გამხდარიყო რუსეთის რესურსების ამერიკის შეერთებული შტატები და გადამყიდველობაში ეშობა, ასე რომ ვთქვათ, ფული, ხო? აქედან გამომდინარე, ამ ევროკავშირის წევრობა, ხო, რომელსაც ვალდებულებები ჰქონდა შეერთებული შტატების მიმართ. ძალიან კარგად ვხედავთ, როგორ იღებდა ისეთ ვალდებულებებს თავის თავზე, რომლის გამოც მას უწევდა საკუთარი ეკონომიკური და საგარეო კეთილდღეობისთვის უარი ეთქვა, იმიტომ რომ მას გარკვეული გავლენები აქვს, ხო? აქედან გამომდინარე, კავშირში ყოფნა ძალიან გიზღუდავს მოქნილობას საგარეო პოლიტიკაში, რაც ჩვენთვის არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. სამაგიეროდ ნეიტრალური სტატუსი გაძლევს იმის საშუალებას, რომ თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობა იქონიო აბსოლუტურად ყველა რეგიონთან. რატომ მოხდა შვეიცარიაში ამდენად პოზიტიური შედეგების მიღება, ხო? ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა არის ცხოვრების ხარისხის თვალსაზრისით, ძალიან უსაფრთხოა იქ ყოფნა, იმიტომ რომ ფაქტობრივად არავინ არასდროს არ იმუქრება შვეიცარიას და რატომ მოხდა ეს? იმიტომ რომ ინტერესების გადაკვეთა შვეიცარიაზე იყო ძალიან დიდი, იმ თვალსაზრისით, რომ ყველა რეგიონს ქონოდა საშუალება, რომ თავისი ფული უსაფრთხოდ შეენახა შვეიცარიაში. აქედან გამომდინარე, აი ამ ნაწილმა, რომ იკვეთებოდა მათი ეკონომიკური ინტერესები, შვეიცარიას მისცა იმის საშუალება, რომ დღევანდელი სახით მოსულიყო აქამდე. საქართველოშიც იკვეთება ეს ინტერესები და ჩვენ ძირითად შემთხვევაში ამ ინტერესთა გადაკვეთას ნეგატიურად აღვიქვავთ ხოლმე, რომ აი ყველას უნდა რომ გავლენა იქონიოს აქ და აი ძალიან ცუდ დღეში ვართ და ასე შემდეგ. რამდენადაც ცუდია, როდესაც შენით ძალიან ბევრი რეგიონია დაინტერესებული, იმდენად არის კარგი. საქართველო არის ძალიან კარგი სავაჭრო გზა. აი მაგალითად ჩინეთს, როდესაც ჰქონდა რუსეთთან აბრეშუმის გზასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, ჩინეთის მოთხოვნა იყო, რომ საქართველოში ტერიტორიები ყოფილიყო თავისუფალი და რუსეთის გავლენები პოლიტიკური არ ყოფილიყო საქართველოში, იმიტომ რომ როდესაც ბევრი რეგიონი შენთან გარკვეულ რესურსებს დებს, მათთვის გარანტია უნდა არსებობდეს, რომ ამ ტერიტორიაზე სხვა რეგიონის გავლენა არ იქნება მეტი, იმიტომ რომ მაშინ უსაფრთხო მისი ეკონომიკისთვის აღარ არის. ამიტომ ეს ინტერესთა გადაკვეთა ჩვენთვის თუ კი შევძლებთ, რომ პოზიტიურად გამოვიყენოთ, არის ძალიან კარგი. და ამ პოტენციალის გამოყენებაში ჩვენ რომელიმე კავშირის წევრობა შეგვიშლის ხელს. იმიტომ რომ იქნება მოცემულობა, რომ რაღაცა რეგიონს აქვს, ესე იგი აქ გავლენები და მაგალითად ჩინეთი უარს იტყვის, რუსეთი უარს იტყვის. ახლა სხვაები გეტყოდნენ ეგეთ რაღაცას, რომ ისედაც უკვე შეზღუდულები ვართ, აგერ ორი ტერიტორია არის, აფხაზეთი და შიდა ქართლის ტერიტორია, სადაც რუსული ბაზები არის, სადაც დაკარგული არის დროებით ეს ტერიტორიები. და შენ უსაფრთხოება ისედაც შეზღუდულია. კი ბატონო. ნახევარსაათში შეუძლიათ საქართველოს ორ ნაწილად დაყოთ კომუნიკაციური თვალსაზრისით. და პრობლემურია და ხშირი შემთხვევაში ახსენებენ ხოლმე, რომ ნეიტრალიტეტი ეს არის ერთ-ერთზე დარჩენა რუსეთთან. როდესაც არ ახავს დიდი მეგობარი და ცველი, ესე ვთქვათ, საბოლოო ჯამში. ეს ისეთი არგუმენტია, რომ ბევრ ქართულს ახსოვს ახლა იქ რუსეთთან მარტო ყოფნა, რასაც ნიშნავს 90-იან წლებში გვახსოვს ჩვენ.
რომ ყველა აბსოლუტურად ყველა იმ ხელშეკრულებას, რაც მოვაწერეთ, სოჭის ხელშეკრულება იქნებოდა თუ სხვა ყველაფერი დაირღვა. ეს განიარაღება მოხდა, ძიმე ტექნიკა გავიყვანეთ მაშინ და მაინც დაესხნა ხო სოხუმს თავს და მაინც არ შეასრულა რუსეთმა საკუთარი ვალდებულებები და დაუკარგეთ ტერიტორიები. და აი რუსეთთან ესე სამხედრო ძალის გამანეიტრალებელი შეიძლება არ არის ახლა ამ წამს ევროპა, მაგრამ გეტყვია რომ აი ევროპა ხო ხედავ ეხმარება უკრაინას, სხვა არავინ არ ეხმარება უკრაინას. აი ეს ლოგიკა ძალიან მაგრამ უშუალობს ხო შემთხვევაში. პირველ რიგში შევეხებოდი რას ნახეთ, გასაგებია რომ მაგალითად ევროპა ეხმარება უკრაინას, მაგრამ უკრაინის სახელმწიფო რა დღეშიც არის. ჩვენ ვართ მზად რომ იგივე დღეში ჩავარდეთ? რამდენი იარაღიც არ უნდა გამოგვიგზავნოს მაგალითად ევროპამ, ჩვენ გვინდა საკუთარ ტერიტორიაზე რომ მიგვაწყობს ეს ყველაფერი? ამიტომ რომც დაგვეხმარონ, ჩვენთვის ეს მომგებიანი ნამდვილად არ იქნება. მეორე ფაქტორი არის რა ნახეთ, გარკვეულ დროის შუალედში რაღაცა შეიძლება იყოს კარგი, რაღაც შეიძლება იყოს ცუდი. აი მაგალითად მე თუ ვიყინები სიცივისგან და თქვენ ამ დროს ყინულებს მთავაზობთ წყალში, ამ მომენტისთვის ჩემთვის არ იქნება ყინულები კარგი, მაგრამ თუ მცხელა და მაშინ მთავაზობთ, მაშინ კარგი იქნება. ხო, აქედან გამომდინარე, საქართველოს თუ 90-იანების პერიოდში, ჯერ ერთი 90-იანების პერიოდში საკმაოდ რადიკალური პოლიტიკა ვაწარმოეთ ჩვენ და იქიდანვე დავიწყეთ უკვე ევროკავშირი ნატოს სახელი და მანდიდან გამომდინარე ისედაც დაიშალა საბჭოთა კავშირი. ჩვენ ძალიან ცუდად გამოვიდით საბჭოთა კავშირიდან, მთელი პოტენციალი მოვიკალით ფაქტობრივად იმ რადიკალური ღირებულებებიდან და გამოძახილებიდან გამომდინარე, რომელიც მაშინ გქონდა, ხო? და იქიდან მოყოლებული ნატო ევროპას გავიძახით და მანდიდან გამომდინარე ბუნებრივია, რომ როგორც მაგალითად კუბაში თავისი ინტერესები დაიცვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დღემდე ახსენებს ამერიკის შეერთებული შტატები, რომ თუ დამჭირდება გრენლანდიაშიც დავიცავ, იქაც დავიცავ, აქაც დავიცავ, ზუსტად იგივე პოლიტიკა აწარმოა ამ შემთხვევაში რუსეთმა, ხო? უკრაინაშიც იგივე სპეციფიკა იყო აბსოლუტურად. ამიტომ რუსეთთან მაინც ერთ-ერთზე დავრჩით, ასეა თუ ისეა და დღემდე ერთ-ერთზე დავრჩებით, ასე იქნება თუ ისე იქნება. ამდენი წელი ევროკავშირში ვერ შევედით, იმიტომ რომ ეს არ არის მათი სურვილი. ბევრად უფრო უარესი მოცემულობებით შევიდა რუმინეთი, რომელსაც დემოკრატიის ხარისხიც ბევრად უფრო ნაკლებად შეუფასეს, კორუფციის ხარისხიც ბევრად უფრო მაღლად შეუფასეს თვითონ ევროპულმა კვლევებმა, ხო? მაგრამ ისინი შეიყვანეს, ჩვენ არა, იმიტომ რომ მათთვის მომგებიანია ჩვენ მუდმივად რაღაც აუსრულებელი იმედისკენ მივისწრაფოდეთ, ცოტა ფული მოგცენ რომ თანმადლიერი ვიყოთ, თან იმდენი არ მოგცენ რომ აღარ დაგჭირდეს ევროკავშირის ფული და გვაყენებენ მუდმივად ამ სტაგნაციის მდგომარეობაში, როდესაც ჩვენ გვექნება მუდმივი საჭიროება, იმიტომ რომ საიმისოდ რომ საქართველოს მათი ინტერესი გაატაროს, საქართველოს მათზე უნდა იყოს დამოკიდებული. და ამიტომ ეს არის ის თანხები, რომლითაც დამოკიდებულებას გვინარჩუნებენ, ოღონ ისე ძალიან არა რომ გავექცეთ. აი მაგალითად როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს გაიქცა ჩინეთი. თავისი კონკურენტი გაიჩინა ფაქტობრივად. ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესში ეს საერთოდ არ შედიოდა, საერთოდ ვერც წარმოედგინა რომ მსგავსი რაღაცა მოხდებოდა და ჩვენთანაც ეგრე რო არ გაექცეთ, იმიტომ არის რომ ამ მიზერულ თანხებს გვთავაზობენ, რომ თან მადლიერები ვიყოთ და თან ასე რომ ვთქვათ, შეინარჩუნონ გავლენები ჩვენზე. ახლა რატომ არის კარგი ნეიტრალიტეტი? ჯერ ერთი ვფიქრობ, რომ მაშინაც კარგი იქნებოდა, ჩვენ თავიდან რო დაგვეწყო მუშაობა საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის დღიდან მოყოლებული, დღეს ბევრად უფრო მეტი ნაბიჯი გვექნებოდა აქეთკენ მიმავალი გადადგმული, მაგრამ დღეს რატო არის საუკეთესო საშუალება? იმიტომ რომ დღეს ბევრი რეგიონის ინტერესი იკვეთება აქ. ადრე მაგალითად, ხო, თავის დროზე, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ჩვენ ფაქტობრივად ისე დავრჩით, რომ ჩინეთმა საერთოდ არ იცოდა საქართველოს სად იყო, ევროპას იქით ვეხვეწებოდით დახმარებას, რუსეთი მტერი იყო ჩვენი. დღეს გვაქვს ესეთი მოცემულობა, რომ რუსეთის ძალიან სერიოზული პარტნიორი არის ჩინეთი. ჩინეთი მას სთხოვს საქართველოს გავლენებისგან გათავისუფლებას, იმიტომ რომ სავაჭრო ურთიერთობები უნდა და მისთვის არის უსაფრთხოების გარანტი. ამიტომ ჩვენ კი არ მოვთხოვთ რუსეთს ამას. ჩინეთი სთხოვს უკვე რუსეთს ამას. მაგრამ რუსეთი არ მიდის ამაზე და რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ნატო გვიწერია იმაში, რა ქვია, კონსტიტუციაში და ევროკავშირს გავიძახით. აქედან გამომდინარე რუსეთი ეუბნება, თქვათ, ხო? ლოგიკური ჯაჭვრო გავაბათ, რომ ჩინეთი ითხოვს, რუსეთი არ აძლევს. რატო არ აძლევს რუსეთი? იმიტომ რომ ჩვენთან ევროპული გავლენა არის დიდი. ჩინეთს არც ევროპული გავლენა არ აწყობს აქ. აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენი ნეიტრალიტეტისთვის არის საუკეთესო საშუალება, იმიტომ რომ ევროპა ახალ პარტნიორს ეძებს ჩინეთის სახით, იმიტომ რომ შეერთებულ შტატებთან პარტნიორობა მისთვის უკვე ძალიან სარისკო გახდა. ჩინეთი პარტნიორს ეძებს საქართველოს გავლით დასავლეთში. რუსეთის პარტნიორია ჩინეთი და მასაც აწყობს გამავალი გზები, აქედან გამომდინარე, ამ სამი გიგანტური რეგიონის ინტერესი იკვეთება საქართველოზე. დღეს არის საუკეთესო დრო იმისთვის, რომ საქართველო იყოს ნეიტრალური. იმიტომ რომ ჩვენ დღეს ეკონომიკური თვალსაზრისით განვითარებაშიც და ამ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობის ქონის თვალსაზრისითაც და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც ჩვენი რადიკალური ევროპული დამოკიდებულება გვიშლის ხელს. იმიტომ რომ ჩვენთან უკვე
არის ევროპული გავლენები, რის გამოც დანარჩენები უარს ამბობენ ჩვენთან თანამშრომლობაზე. ჩვენთან რომ ნეიტრალიტეტი იყოს, ეს ეკონომიკური შესაძლებლობები ჩვენთვის იქნებოდა გახსნილი და საერთოდ მოგვიხსნიდა ეს ევროპის საჭიროებას ჩვენთან. და უსაფრთხოების გარანტიც იქნებოდა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, თუ ჩინეთის რესურსები საქართველოს გავლით გადის სადღაც, ვინ იცავს საქართველოს უსაფრთხოების ინტერესს? ჩინეთი, ხო? თუ რუსეთს მიაწოდებს მაგალითად, ან რუსეთს გააქვს საქართველოს გავლით რაღაცა, საქართველოს უსაფრთხოებაზე ვინ ზრუნავს? ჩინეთი, ხო? თუ ევროპას ჭირდება ჩინური რესურსები, რომ გაიტანოს საქართველოს გავლით, ვინ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას? ევროპა. ანუ გამოდის, რომ სამივე რეგიონი დაიწყებს უკვე საქართველოს უსაფრთხოებაზე ზრუნვას. არა იმიტომ, რომ საქართველოს აინტერესებთ, არამედ იმიტომ, რომ მათი ინტერესი იკვეთება აქ. ისევე როგორც მოხდა შვეიცარიის შემთხვევაში. და ეს მოცემულობა ასე არის დღეს. და თუ დროულად ვერ გამოვიყენებთ ამ მოცემულობას, ალტერნატიულ გზებზე ფიქრს რო დაიწყებენ უკვე, მერე ჩვენთვის იქნება გვიან. რას აპირებთ, როგორც პარტია ახალგაზრდებთან მოგიწევს ამ საკითხებზე საუბარი? კი ბატონო. ალბათ გექნება ის მომენტიც, რომ ისეთ ახალგაზრდებსაც შეხვდები, რომლებიც არ დაგეთანხმებიან თბილად რო თქვა და შეიძლება უფრო ისტერიულებიც იყვნენ, ჩავარდი. კი ბატონო. მოდი ესეთ შეკითხვას დაგისვა, იმ ახალგაზრდებთან აპირებთ თუ არა ურთიერთობას, ვინც აქციებზე დადიოდა ან დადის. კი თუ უბრალოდ აღარ გინდა მაგათთან და სხვა ახალგაზრდებზე აკეთებ აქცენტს. მე ნებისმიერ ადამიანთან ზოგადად ვარ ხოლმე მოწოდებული და ღია ადეკვატურ ჩარჩოებში ბუნებრივია ვიქონიო დისკუსიაც, განხილვაც ასე შემდეგ. ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი დადიოდა აქციებზე, სხვათა შორის მე, როდესაც ვიყავი ობიექტის მენეჯერი, ჩემ თანამშრომელს უნდოდა წასვლა აქციაზე, მე მას არ ვეთანხმებოდი ბუნებრივია ღირებულებებში, მაგრამ პატივს ვცემდი მის უფლებას, რომ თავისი აზრი დაეფიქსირებინა და მისი სამუშაო საათების პერიოდში მე დავრჩი მის მაგივრად, მენეჯერი ვიყავი, საერთოდ არ მეკუთვნოდა, მაგრამ რადგან მისი სურვილი იყო, რომ თავისი ინდივიდუალური აზრი დაეფიქსირებინა და ამ შემდეგ მე ამისთვის ამაში მისთვის ხელი არ შემიშლი. ამიტომ ძალიან დიდ პატივს ვცემ ზოგადად იმ ფაქტორს, რომ ადამიანს შეეძლო საკუთარი ღირებულებების, რომელიცაც გულწრფელად სჯერა, დაცვა, იმიტომ რომ დღეს შეიძლება ამ ღირებულებას მე არ ვეთანხმებოდე, ხვალე შეიძლება სხვა არ ეთანხმებოდეს, ზეგ შეიძლება კიდევ ვიღაცა არ ეთანხმებოდეს, მაგრამ ადამიანს უნდა შეეძლო საკუთარი ღირებულებების დაცვა. მე ღია ვარ ზოგადად ნებისმიერ ახალგაზრდასთან და ნებისმიერ ადამიანთან დავჯდე მთელი გულწრფელობით, მთელი გულით, მთელი სულით ვისაუბრო მასთან, მოვუსმინო მის არგუმენტებს, მივაწოდო მას ჩემი არგუმენტები და თუ კი მას ჯერა რომ მისი აზრი არის სწორი, მაგალითად დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი პრობლემა არ იქნება, დავსხდეთ და ვისაუბროთ. ხო, აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა პირიქით საპირისპირო აზრის მოსმენა ხშირ შემთხვევაში და მუდმივად ვეძებ ხოლმე ისეთ ადამიანებს, ვისაც საპირისპირო აზრი აქვს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში საპირისპირო აზრის მქონე ადამიანებთან ურთიერთობისას მიდიხარ ხოლმე უფრო მეტად ობიექტურ სიმართლემდე, ვიდრე იმათთან საუბრისას, ვისი აზრიც შენსაც ემთხვევა. ამიტომ მეძღია ვარ რაღაცა ვისწავლო მათგან, მათი პერსპექტივიდან შევხედო სიტუაციას, ისინიც თუ ბუნებრივია იგივე სურვილით იქნებიან განწყობილი და ენდომებად ჩემთან ურთიერთობა. რაც შეეხება ჩვენს პარტიას, ჩვენი პარტიის მთავარი მიზანი არის ამ ღირებულებების მქონე ადამიანების, ასე რომ ვთქვათ, ღირებულებების დაფიქსირება და მათთან საუბარი და მათი მათთან კომუნიკაცია, ვისაც შეიძლება საპირისპირო აზრი ქონდეს, იმისთვის, რომ ჩვენი იდეური თვალსაჩინო, რაც შეიძლება მაქსიმალურად მეტ ადამიანამდე მივიტანოთ ჯანსაღი მეთოდებით ბუნებრივია და თუ კი მათი მხარდაჭერა გვექნება და თუ კი მათი სურვილი იქნება შემდგომში, რომ ჩვენ მათი უფლებები და ღირებულებები წარმოვადგინოთ უკვე საპარლამენტო ხაზის თვალსაზრისით და მოგცემენ ამ საშუალებას ბუნებრივია წარმოვადგინოთ. რაც შეეხება ახალგაზრდულ მიმართულებას და ჩვენს გეგმებს, ჩვენ ზოგადად ძალიან არა იერარქიული პარტია გვაქვს, ასე რომ ვთქვათ, ძალიან დიდი გულისყურით ვუსმენთ ხოლმე ერთმანეთს, მე დიდ პატივს ვცემ იმ უფროსი ადამიანების კომპეტენციას და გამოცდილებას, რომ ვინც იქ არიან, ისინი პატივს ვცემენ ჩემ კრეატიულ აზროვნებას, მაგალითად ხშირ შემთხვევაში ძალიან სასარგებლო კომუნიკაცია გვაქვს ხოლმე ერთმანეთთან, გვინდა რომ რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდამდე მივიტანოთ სიტყვა და გვინდა რომ ისინი ჩართული იყვნენ საკუთარი ქვეყნის აღმშენებლობაში, სამომავლოდ ჯანსაღი მეთოდებით და არა დამანგრეველი მეთოდებით, როგორც მათთვის, ისევე სახელმწიფოსთვის. მოდი ესე ვთქვათ, რას თავაზობთ ეხლა ამ წამს? არჩევნები არის რამდენი 2 წლის შემდეგ, ხო? კი ბატონო. არჩევნებამდე რას თავაზობთ ახალგაზრდებს? რა უნდა გააკეთონ?
რატომ უნდა მოვიდეს ახალგაზრდა თქვენთან? კი ბატონო, პირველ რიგში ჩვენ მუშაობთ იმაზე, რომ მაქსიმალურად ინტენსიური კომუნიკაცია გქონდეს როგორც ახალგაზრდებთან, ისევე ძველგაზრდებთან, ასე რომ ვთქვათ. განსაკუთრებით ჩემი მიმართულება შევეხები, ჩემი პირველი მიზანი არის ის, რომ რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდასთან მქონდეს ამ ერთი წლის განმავლობაში კომუნიკაცია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცნობ იმ გამოწვევების სპეციფიკას, რომელიც დღევანდელ საქართველოში ახალგაზრდებს აქვს, არასდროს არ არის ცუდი, როდესაც მუდმივად აგროვებ ინფორმაციას და ასე შემდეგ და მინდა რომ მაქსიმალურად ის პროგრამები, რომლებზეც პარტია იმუშავებს საარჩევნო მიმართულებით, იყოს მორგებული ახალგაზრდების ღირებულებების და სურვილების გათვალისწინებისკენაც. რაც შეეხება უკვე უშუალოდ აქტივობებს, დაგეგმვის პროცესში არის ამჟამად, ჯერ კიდევ ერთი წელი არის წინ და ამ თვალსაზრისითაც გვინდა რომ ახალგაზრდების ინტერესები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული. კი ბატონო. აი საბოლოოდ მოდი ესე დასკვნისკენ გადავიდეთ. შენი არჩევანი თქვი, რატომაც უკვე თქვი, რატომაც გააკეთე ეგ არჩევანი. შენი რაღაცა ოპტიმისტური და პესიმისტური რაღაცა მოლოდინები. რა შეიძლება არ გამოვიდეს და რა შეიძლება გამოვიდეს და რა შეიძლება გამოვიდეს უეჭველად. ესე თქვა. კი ბატონო, პესიმისტური იქნება ბუნებრივია თუ ჩვენ გუნდს არ მიეცემა იმის საშუალება, რომ გამოხატოს იმ ადამიანების აზრი პრაქტიკული თვალსაზრისით უკვე პარლამენტში, რომლებიც ჩვენ გვეთანხმებიან, ასე რომ ვთქვათ. ეცეში მე რასაც ვაკვირდები უკვე საზოგადოებაში, აი ნეიტრალიტეტის იდეამ, მე არ ვიტყვი რომ ესე იგი ყოველ მეორე ახლა მაგაზე ფიქრობს, მაგრამ აშკარად უკვე ფიქსირდება. ადრე არ იყო ესეთი რაღაცა, აშკარად ფიქსირდება უკვე ნეიტრალიტეტის მომხრეების რაოდენობა და მზარდი ტენდენცია არის აშკარად. კი ბატონო, არის. ჩვენ ძალიან ინტენსიურად მუშაობთ იმისკენ, რომ მაქსიმალურად ნათელი იყოს ნეიტრალიტეტის იდეა ქართველი მოსახლეობისთვის. ჩვენი პოზიტიური პროგნოზი იქნება ის, რომ ისინი გაანალიზებენ ამ ინფორმაციას ბუნებრივია, გადაწონიან იმ მოცემულობას, რაც გვაქვს ამ შემთხვევაში და გააკეთებენ სწორ არჩევანს, რაც ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის არის ნეიტრალური არჩევანი, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი გამოვიარეთ, ძალიან დიდი გამოცდილება დავაგროვეთ და ფაქტი არის, საქართველოს ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, რომ რადიკალური პოლიტიკა ჩვენთვის კარგად არასდროს არ მუშაობს. და მე მგონი უკვე დრო არის, რომ რაღაცა ახალი სტრატეგია შემოვიტანოთ, იმიტომ რომ ფაქტი არის, რომ ნეიტრალიტეტმა ძალიან კარგად იმუშავა ისეთ ქვეყნებში, რომელსაც მიახლოებით იგივე სპეციფიკა ჰქონდა, რაც საქართველოს აქვს მნიშვნელოვნების თვალსაზრისით. არ გულისხმობ მაინც და მაინც გეოგრაფიულ თავისებურებებს. აქედან გამომდინარე ინტენსიურად ვიმუშავებთ ამისკენ და პესიმისტურად არ ვუყურებთ, ბუნებრივია. ზოგადად ვფიქრობ, რომ წაგებისთვის არასდროს არ უნდა დაგეგმო. ამიტომ მოგებისთვის გეგმავთ ბუნებრივია და ჩვენი სურვილი იქნება, რომ მაქსიმალურად მეტ ადამიანამდე მივაწვდნოთ ჩვენი ხმა და მეტი ადამიანის მხარდაჭერა გქონდეს უკვე არჩევნების დღეს. მაშინ ბოლოს აი ახალგაზრდას რომელსაც უნდა თქვენ პარტიაში კი მოსვლა. ბატონო. როგორ უნდა დაგიკავშირდეს, როგორ უნდა მოვიდეს თქვენ პარტიაში. ახალგაზრდებს შეუძლიათ, რომ ნეიტრალური საქართველოს პარტიის გვერდზე მოიწერონ ბუნებრივია სოციალური ქსელების მეშვეობით დაგვიკავშირდნენ, ან პირადად ჩემ Facebook-ზე შეუძლიათ, რომ მოიწერონ და დიდი სიამოვნებით და გულისყურით გავცემთ აუცილებლად პასუხს და შევეცდებით, რომ ვითანამშრომლოთ მათთან. კი ბატონო, ურმესი მადლობა მარიამ, ურმესი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. დიდწილად ესეთი მაქვს იმედი, რომ გარდატეხა მოხდება ეს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით და მე ვაკვირდები, რომ ეს ხდება ნელ-ნელა და რაც თავარია, გაიხსნება უფრო მეტად დისკურსი. იმიტომ რომ ჩაკეტილი იყო აქ, ძალიან ჩაკეტილი იყო და მიხარია, რომ იმ თემებზე ვლაპარაკობთ, რაზეც დღეს ვილაპარაკეთ. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის პირიქით. ყოველთვის მიხარია ხოლმე თქვენი ნახვა და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა ხოლმე ყოველთვის თქვენთან კომუნიკაცია. დარწმუნებული ვარ, საინტერესო იყო ეს თქვენთვის ახალგაზრდობის პოლიტიკა, ახალგაზრდული პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მოდის ახალი იდეები, ახალი ეპოქა, ის ძველი პარადიგმები წარსულს ბარდება და ამიტომ პირველი ვინც უნდა რაღაცნაირად გარდაქმნას ეს და ვიზეც უნდა აისახოს ეს, რა თქმა უნდა, ახალგაზრდები არიან და ახალგაზრდებისთვის არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ დაწერეთ კომენტარები, გააზიარეთ ეს ვიდეო, დაალაიქეთ და რა თქმა უნდა, გაგცემთ პასუხს. მადლობა ყურადღებისთვის. მოვა შეხვედრა.